არ მაქვს უფლება ადამიანებს გამოხატვის თავისუფლება ავუკრძალო. ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისების დარბევის ფაქტებს და ეგრეთ წოდებული ციხის კადრების გავრცელებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს რეაქცია გავრცელებული კადრების ნახვის შემდეგ ბუნებრივია. საქართველოს რამდენიმე რეგიონში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისებზე თავდასხმები განხორციელდა, მათ ნაწილს კარი აუჭედეს, ნაწილს კვერცხები ესროლეს, ზოგან კი კედლები შეღებეს. მათ მადლობა უნდა მოიხადონ იმისთვის, რომ ხალხმა ამ 13 წლის განმავლობაში ის არ გავუკეთა, რაც ხდება ამ ვიდეოებში. მე შეიძლება უხეშად გამოვდივარ, მაგრამ ისინი ამას იმსახურებენ. ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება. კანონის პარაგრაფში, რა თქმა უნდა. ამით რა თქმა უნდა მე არ ვახალისებ არც ძალადობას, თუმცა მეორესფერი მე არ მაქვს უფლება აუგრძელო ადამიანებს გამოხატვის უფლება და თავისუფლება.